მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, დიდი პაუზის თუ არც თვიზე დიდი პაუზის შემდგომ ერთი სიახლე მინდა გითხრათ, რომ უბრალოდ დღეს ორი სიახლე მაინც უნდა გითხრათ, მაგრამ პირველად დავიწყებ, რომ ჩემი საკონტაქტო Facebook გვერდი შეიცვალა, ვინაიდან ხარვიზი ჰქონდა და პრობლემდა შესვლა, ამიტომ გავაკეთე ახალი Facebook საკონტაქტო Facebook-ი, რომელზეც მხოლოდ კონტაქტი შეგიძლიათ ჩემთან და ამ ვიდეოს ქვემოთ ლინკის სახით იქნება აღწერაში. ანუ ამ ვიდეოს ქვემოთ გადახვალთ აღწერაში და აღწერაში ნახავთ ლინკს. ამ ლინკზე გადასვლის შემდგომ გადმოგიყვანთ ჩემს საკონტაქტო Facebook-ზე, სადაც შეგიძლიათ მომწეროთ. კითხვების შემთხვევაში პირადი კონსულტაციებისთვის. ეხლა დღეს საჯარო გაშლა გვექნება, ვინაიდან უკვე საახალწლო პერიოდი არის და ესეთი ჩათვისნური ენერგეტიკაა და უფრო მეტად მოდის ვიბრაციები, სიმართლე გითხრათ, ამან უფრო მიბიძგარო ვიდეო ჩამეწერა და ისე ერთ ამიტოვა. ეს ბოლო 2024 წლის დღეები, შესაბამისად აქცია გვექნება, მეგობრებო. პირადი კონსულტაციებისთვის და კითხვებისთვის შეგიძლიათ მომმართოთ ჩემს Facebook გვერდზე. აქციას რაც შეეხება სამი კითხვა, სამი ნებისმიერი კითხვა, რაც თქვენს ინტერესებში შედის პირადად, იქნება მხოლოდ და მხოლოდ 30 ლარად, მაგრამ არ ვიცი რამდენ ადამიანზე მოვასწრებ, ამიტომ რაც შეიძლება მალე მომწერეთ პირად შეტყობინებებში, ხოლო რაც შეეხება სასიყვარულო გაშლებს 60 ლარიანს და 40 ლარიანს, ამასაც შეეხება ფასდაკლებები და ინტერესისთვის მომწერეთ Facebook-ზე გიპასუხებთ. ახლა რო აღარ გავაჭირენ, რომ დავიწყოთ. მოკლედ, დღეს გავშლი ესეთ თემას. თქვენ ჩაფიქრებული პარტნიორი, ვინც ახლა ჩაიფიქრეთ და ვინც ახლა გყავთ, ხო აზრი არა აქ ამ ადამიანთან ურთიერთობა როგორი გაქვთ? აი რას ფიქრობს რა, მისი ემოციები, მისი ვიბრაციები თქვენს მიმართ და მოდი ნახოთ, ესენი იქნება ორი ვარიანტი. რას ფიქრობს თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი და რა ვიბრაციები აქვს აი თქვენს მიმართ? რა ენერგეტიკა აქვს ახლა და აი მოდი ნახოთ მისი ენერგეტიკული დამოკიდებულება, მისი ფარული ფიქრები თქვენს მიმართ. ვარიანტი ნომერი 1 და ვარიანტი ნომერი 2. მე ჩავფიქრებ პირველი და მეორე. ხელები გავასწოროთ, წარმოვიდგინოთ ჩვენი ჩაფიქრებული ადამიანის ხმა, სახე, თვალები, ასე შემდეგ და ინტუიციურად დავიჩიოთ აკარი. გადავდეთ მეორე ვარიანტს, პირველად დავიწყებ. უხო, რას ფიქრობს ახლა თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი თქვენზე, როგორი არის მისი ფარული ფიქრები, ვარიანტი ნომერი 1. ნახო. სხვათა შორის თქვენ წარმოიდგინეთ და ამ ადამიანს საკმაოდ დიდი ინტერესი აქვს თქვენს მიმართ. საკმაოდ იზიდავთ, საკმაოდ მოდის თქვენგან მისდის მას უმეტესობა თუ ქალები მეყვარათ, ქალებზე საუბრობ, ქალური ენერგეტიკა, ახეთ სიმღერად ვიცა. სხვათა შორის რაღაცა ოჯახიც კი წარმოუდგენია თქვენთან, რაღაცა იდელიასთან ასოცირდებით და მომენტებში არის ეს, რომ ან არ აქტიურობს ეს პიროვნება პირდაპირ და არ ამჟღავნებს არაფერს, ან უბრალოდ ცოტა ხნით მიყლუჩულია რა და ეჩმად გიყურებთ. მაგრამ უნდა კონტაქტზე გამოსვლა შეხედეთ როგორ უნდა. კარგი, რას ფიქრობს კიდევ, რა ფიქრები აქვს ვარიანტი 1. რას ფიქრობს პირველი? აი მისთვის ხართ ერთ-ერთი შთამოგონებელი ადამიანი და ერთ-ერთი ის ადამიანი, ის დიალი, რომელიც თავის ფანტაზიებში წარმოუდგენია ქალის სახით. თქვენგან მისდის საკმაოდ ესეთი ენერგეტიკა, აი იკვებება თქვენი ენერგეტიკით, ხედავთ ქალს, რომელიც არის დამოუკიდებელი, არის რაღაც თავისთვის, თავის ნარნარა გარემოში შექმნილი აქვს თავისი ესეთი გარემო და თავს გრძნობს კარგად და ასხევს ამ ყველაფერს და აი ქალი ღვთაებრიობა ხართ და ცოტა ემოციურობა მისთვის რა, მაგრამ რაღაცა ხელშემშლელი ფაქტორი აქვს, რაც ხელს უშლის ურთიერთობის გააქტიურებაში. კარგი, რა უშლის ხელს? პირველი ვარიანტი, რომ ეს ყველაფერი ესე ქმედებებით ურთიერთობის აწყობაში გადმოიტანოს. არ გამოვრიცხა რომ იყოს აქ სამკუთხედი და არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდეს, მაგრამ ხედავ და ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს თქვენსკენ აქ გეზიში ხედავ როგორ მორბის.
თქვენსკენ აქვს გეზი აღებული, ასე თქოს, აი ფიქრობს რა ეს სამყარო სანდობს თითქოს რომ რაც მოხდება, მოხდეს, რაღაცა ნიშანს ელოდება, რაღაცა შემთხვევას ელოდება, რომ ეს შანსი გამოიყენოს, ასე შემდეგ, რაღაცა სამკუთხედი ტრიალებს აქვს და რაღაცა აქვს მოსაგვარებელი დარჩენილი ამ პიროვნებას. რაღაცა აქვს მოსაგვარებელი. და აი ეს შეიძლება იყოს მიზეზი. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანისგან უნდა ელოდოთ აქტიურ ნაბიჯებს. შეიძლება ხა მიყუჩებულია ჩუმოთარი, მაგრამ აი იგრძნობს რა მისგან ამ ინიციატივას და აი ამ ენერგეტიკას და აი ამ მუხტს რა, რაც თქვენთან წამოვა მალე. ვფიქრობ, რომ ამ ნაბიჯებს გადმოდგავს. კი ამ ადამიანს ექნება ნაბიჯები, ახლა გაკვირდებათ, ცოტა რაღაც შიშებიც აქვს. და რაღაც ხეშიკული არის ამიტომ რაღაც კომპლექსები და რაღაც შიშები აქვს, მაგრამ ჯერჯერობით ფარულად არის, მაგრამ აუცილებლად გადმოდგავს ეს ადამიანი ნაბიჯებს და ეცდება იმ თავისი ფიქრების ცოტა ქმედებებში გადმოყვანას. ეს იყო პირველი ვარიანტი. რაღაც კარგი მუხტი მოვიდა, ვარიანტი პირველი მომეწონა. ცოტა ახალი დაწყო ურთიერთობაც გავს, ან თითქოს კაი ხანია ერთმანეთს, მაგრამ აი ვერ ჩამოყალიბდით და რაღაც ფარულობაა რა აქ და ანუ ეს არის. ეხლა გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. მოკლედ რა ხდება, რატოა ესე? რას ფიქრობს მეორე ვარიანტი? თქვენზე, რას ფიქრობს ჩაფიქრებული პიროვნება? მეორე ვარიანტი. აქ ესეთი ამბები ხდება ამ ადამიანის თავში, აქ ამიდუბიები აშკარად ნახეთ. არკანები ცუთ ამიცვივდა. მოკლედ რას ფიქრობს მეორე ვარიანტი? რა არის მისი ფარული ფიქრები მეორე ვარიანტის ჩაფიქრებულთათვის? ფარული ფიქრები რას ფიქრობს? ამას ეგრევე არჩევანი უნდა ამას ცოტა მძიმე ვითარება აქვს პირველთან შედარებით. აქ ან ურთიერთობა დასრულებულია, ან იყო რაღაცა ვნება, თითქოს იყო რაღაცა მიზიდულობა ერთმანეთის მიმართ, რომელიც არ განვითარდა, ან არ ვითარდება. არადა შესაძლოა შანსი ჰქონდეს. რაღაცა წყვეტს აქ ძალიან დიდი ფაქტორია რაღაცის, არ ვიცი, ეს არის რაღაცა რა, რაც ბლოკავს. აი თითქოს ორივე განმოდის რაღაცა უფერული ჯაჭვი თითქოს, მაგრამ რაღაცა ბლოკავს, აი აღარ მიდის რა წინ. ეს ადამიანი თავის გონებაშიც ბლოკავს ამ ყველაფერს და არ აღიარებს. და ჩაფიქრებული პიროვნება საკმაოდ ეგოისტია და საკმაოდ თავისთავში დარწმუნებული, თავის მოყვარე, ცოტა ნარცისიზმში გადასდის, ცოტა ამპარტავანია, კონტროლის მოყვარული მანიპულატორიაო და ცოტა შეიძლება ეს ახალგაზრდა პიროვნება იყოს. ან ცოტა ძალიან ისეთი ტიპია რა, სისხლი udუხს. კაი, და თუ სისხლი udუხს, რატო არ მოქმედებს, რა არის მიზეზი რა არის, რომ არ ავითარებს ურთიერთობას, ან გაჩერებული რომ არის, რა არის ამისი მიზეზი, მეორე ვარიანტი. თითქოს მოსწონხართ კიდევაც, აი გაორებულია პიროვნება, ახლა მის ცხოვრებაში არის რაღაცა გაურკვევლობები, შეიძლება სხვა არჩევანის საშუალებაც აქვს და ან გაურკვეველია და თან ფიქრობს, რომ თითქოს არასშესაბამის საფეხურებზე ხართ, ან მენტალურად, ან გონებრივად, ან რელიგიურად, ან სამსახურის რაღაცის ხრივ, რაღაცა გიშლით ხელს, მისი აზრით. ამიტომ თავისთავში ბლოკავს ემოციებს და ამჯობინებს, რომ არც თავისთავთან არ აღიაროს, მაგრამ ხან მაინც ვერ ითმეს და რაღაც ისეთ სიტყვის ან რაღაც ისეთ გააკეთებს, რომ ან დაგაკვირდებათ ჩუმად ან რაღაცა სიზავს, რომ ვერაკეთებს მაინც როგორც უნდა ვერ ბლოკავს ბოლომდე. რაღაცა შიშები აქვს, მანიპულატორი აქვს, გამარჯვების სურვილი აქვს რა. რატო? და არჩევანი უნდა გააკეთოს რაღაცაზე. თითქოს უნდა რომ ნაბიჯები გადმოდგას, აი თითქოს ხან დაფიქრდება ამაზე, მაგრამ აი სულ ის იაკეთებს, რომ ის არ აღიაროს, რასაც რეალურად გრძნობს არც თავის თავთან. კარგი და ვინმე ყავს მეორე ვარიანტი? დაკავებულია? თან როგორ? შეიძლება ოფიციალურად არც არავინ არ ყავდეს, მაგრამ მეგობრებო, ეგოისტია, ნახე. ესეც უნდა. არც ამას უშვებს, ფეხებით ადგია. მოდის ხან იმასთან, ხან იმას დაიჭერს და თავში ეს დადის წრეზე. ეგოისტია, რა ვის არ უშვებს. ბოლომდე არც თავისთან არ უშვებს და არც მისგან არ უშვებს.
გავგიშდი. მე ფიქრობს ახლა ესე. კარგი. ცოტა ცივიც არის ხა თითქოს გაბრაზებულებით არის. მოდი ახლა ესე ვნახავ. და კონკრეტულად თქვენზე რას ფიქრობს? აი კონკრეტულად თქვენზე რა ფიქრები აქვს? რაღაცას განიცდის. გაკვირდებათ და თქვენი ვიზუალი და თქვენი ეს რაღაცა, რასაც ხედავთ და ისეთ დანახვის საშუალებაც აქვს მოსწონს, მაგრამ რაღაცა გულისკენას არც ასოცირდებათ. ვინც ურთიერთობაში ხართ, შესაძლოა რაღაცა გული ეტკინა თქვენგან. რაღაცა ტრავმა აქვს. კარგი, მოდი ახლა ესე ვნახავ. ამ ადამიანისგან რაღაც ნაბიჯებს უნდა ელოდოთ. მეორე ვარიანტი. უნდა ელოდოთ ცოტა სერიოზულ ნაბიჯებს მაინც ამ ადამიანისგან. აი შეიძლება სულ დაგავიწყოთ ეს პიროვნება და სულ აი ბოდიში და ფეხებზე დაიკიდოთ, მე გამოვიდეს კონტაქტზე აქტიურად. და სექსუალური მიზიდულობა აქვს და აი თითქოს კარმული ურთიერთობა რაღაცა აი თავშიც გაურკვეველია. მიჯაჭვულობა რაღაცნაირი არ აღიარეს და თან სექსუალური მიზიდულობა აქვს. რა გამოვიწყო რაღაც ნაბიჯებიც გადმოდგას ზოგიერთთან. მაგრამ როგორც გითხარით, ადამიანი ეგოისტია და აი სერიოზული ურთიერთობისთვის მზად თითქოს არ არის. ყოველ შემთხვევაში თავის აჯერებს ამას, რომ მზად არ ვარ. შეიძლება იყოს, მაგრამ თავის ფიქრობს, რომ მზად არ ვარ. და ურჩევნია ესე ბინოსაკეთიკით, რაღაც გაურკვეველია რა. შეყვარებულების ორგანიზმის რაღაც ტრავმაც აქვს, ან თქვენ აწყენინეთ რაღაცა აი უბლოკავს, რაღაცა ენერგიას უბლოკავს მოკლედ ამ ადამიანს რა. და აი ვერ ვიგებ ეს რა ბლოკავს კონკრეტულად, თითქოს რაღაც სამსახური აქვს, თითქოს რაღაც ტრავმები აქვს და აი აციებს რაღაც კედელს იშენებს. მოკლედ არ ვიცი, ეს ცოტა ესეთი პიროვნება არის და თან ისეთი არ მიგონოთ რომ ურთიერთობები არ უყვარს, უყვარს, კარგად ურთიერთობს, რომ იგი ისიც უნდა, მაგრამ ბოლომდე არავის არ აღიარებს. რეალურად თავის გონებაშიც არ აღიარებს ბოლომდე არავის. რაც გაურკვეველია, მოკლედ. ეს იყო მეორე ვარიანტი, პირადი კითხვებისთვის. შეგიძლიათ მომართოთ ჩემს Facebook გვერდზე, რომელსაც დავთაგავ მეგობრებო, დავთაგავ კი არა და მომნიშნავ. ხო და არ დაგავიწყდეთ, 31 დეკემბრამდე მექნება ეს აქცია ჯერჯერობით, რომ სამ ნებისმიერ კითხვაზე, აქამდე არ ვაკეთებდი, სამ ნებისმიერ კითხვაზე შემიძლია ვრცელი პასუხები გაგცეთ. და მხოლოდ იქნება 30 ლარი ამის საფასური, მაგრამ არ ვიცი რამდენს მოვასწრებ ან რამდენს დავიტევ. შესაბამისად მომწერეთ პირად შეთხოვინებებში, რაც მალე მომწერთ, მით უკეთესი იქნება თქვენთვის. ახლა გემშვიდობებით მეგობრებო. მომავალ წელსაც შევხვდებით და ამ წლის ბოლომდე საუკეთესო პერიოდს გისურვებთ და თქვენი სრულების ასრულების წელი ყოფილიყოს. ახლა დაგემშვიდობებით და შემდეგ შეხვედრამდე.